უნდა ითქვას, რომ უამრავი ლიტერატურული მონაცემი ადასტურებს, რომ დღევანდელი ალპური ტაქსონების შესაძლო წარმოშობის წყარო არის ძირითადად კაინოზოური ერის მესამეული ელემენტების, სხვადასხვა საწყისი ფლორების იმიგრანტებისა და ახალი ევოლუციური ხაზების ნარევი. ევოლუციის მანძილზე ძირითადი სელექციური ფილტრი შეიძლება ამ შემთხვევაში იყოს სამი. ეს არის მთების გეოგრაფიული ფრაგმენტაცია, ეს არის ტექტონური მოძრაობის სიჩქარე და ეს გახლავთ გამყინვარება. თუკი ჩვენ დავხედავთ ალპური რეგიონების რუკას, ერთ მკვეთრ განსხვავებას ევრაზიასა და ჩრდილოეთ სამხრეთ ამერიკას მეორე მხრივ კარგად შევამჩნევთ. ეს არის ის, რომ ევრაზიის მთები ძირითადად მთათა სისტემები ძირითადად დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ არიან განვრცობილი, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის უდიდესი მთათა სისტემები, ანდები ანუ კორდილიერები პირიქით ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. სწორედ ეს განსხვავება ევრაზიის მთათა ქედების აღმოსავლეთ-დასავლეთი ორიენტაცია, მეტი ფრაგმენტაცია და არქტიკული ფლორებიდან გამოცალკევება ანდების გავრცობასთან შედარებით იწვევს უფრო ფართო რეგიონულ ვარიაციებს და აქტიურ სახეობათა წარმოქმნას. ეს არის სწორედ აი მთების გეოგრაფიული ფრაგმენტაციით ახსნა, როგორც სელექციური ფილტრი ევოლუციის პროცესში, როგორ შეიძლება გამოვიდეს მთების გეოგრაფიული ფრაგმენტაცია. ჩვენ თქვით კიდევაც ახლა გავიმეორებ ისევ, რომ ეს ვერტიკალური განაწილება, ვერტიკალური განვრცობა უფრო სწორედ ანდებისა განაპირობებს იმას, რომ აქ შეჭრილია არქტიკული ელემენტები მეტი ვიდრე ევროპის და აზიის მთებში, რომელთაც ახასიათებს განივი განვრცობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ პირიქით. ტექტონიკას, ახლა მეორე სელექციურ ფილტრს შევეხოთ, ტექტონიკას მთათა ბლოკების წარმოქმნის შემთხვევაში, ანუ მთათა დიდი ბლოკების ერთდროულ აზევებას, მთათა ვულკანურ წარმოქმნისგან განსხვავებით შეუძლიათ სახეობათა წარმოქმნის პროცესი გამოიწვიონ. ანუ კიდევ ერთხელ, მთათა ვულკანური წარმოქმნა ვერ არ იწვევს სახეობათა წარმოქმნის პროცესს. სახეობათა წარმოქმნის პროცესს იწვევს მთების ბლოკების, დიდი უზარმაზარი ბლოკების წარმოქმნა. ისეთისა, როგორიც არის, გნებავთ ეს ჰიმალაები, ან ტიან-შანი, ან პამირი, გნებავთ კავკასია და ალპები შედარებით ნაკლები ფართობის არის, ვიდრე ტიან-შანი, პამირი და განსაკუთრებით ჰიმალაები. პამირისა და მაგალითად კავკასიონის წლიური აზევება წელიწადში არის 7-10 რიგ ადგილებში და ზოგჯერ 20 მმ-იც კი. ანუ წელიწადში მთათა ეს სისტემები 20 მმ-ით მატულობს. რაც წარმოქმნის ახალ, უფრო ცივ ჰაბიტატებს, ცხადია მრავალი 1000 წლის მანძილზე. და ეს ცივი ჰაბიტატები ისეთი ინტენსივობით წარმოიქმნება, რაც შესაბამისობაშია მცენარეთა ევოლუციური ადაპტაციისა და სახეობათა წარმოქმნის ინტენსივობასთან. მესამე ძალიან სერიოზული სელექციური ფილტრი ეს გახლავთ გამყინვარება, რომელიც პერიოდულად ხდებოდა დედამიწის ისტორიის მანძილზე. გამყინვარება არ იწვევს რეგიონის ალპური ფლორის მთლიან გაქრობას, მაგრამ ამწყდებს მათ გარკვეულ რეფუგიუმებში მიკროკლიმატურად, კლიმატურად ხელსაყრელ დიდი სიმაღლის რეფუგიუმებში ყინულის ნაკადებს, ყინულის უზარმაზარ ნაკადებს შორის, ან აი ამ ყინულის მყინვარების ზევით, იმიტომ რომ მყინვარები თუ იკავებენ უფრო ქვედა პოზიციებს.
Am რეფუგიუმებიდან სახეობებს შეუძლიათ თავიდან ჩასახლდნენ ჰაბიტატებში, თავიდან აითვისონ ის ჰაბიტატები, რომელთა მსგავსიც მათ ადრე ეკავათ გამყინვარებამდე. ეს ხდება მას შემდეგ, როდესაც ყინულის ფარი ჩრდილოეთისკენ, თუ ჩვენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ვსაუბრობთ, ჩრდილოეთისკენ დაიხევს დროთა განმავლობაში. გამყინვარების შემდეგ სახეობათა მიგრაციისთვის იხსნება გარკვეული დერეფნები. სწორედ ასე მოხდა მაგალითად ცენტრალური აზიის გვარის წარმომადგენელი ედელვაისი, ლეონტოპოდიუმ ალბინუმ ევროპის ალპებში, მაგრამ არ მოხდა კავკასიაში. ანუ ამ ლეონტოპოდიუმის გვარის წარმომადგენლები არიან აზიის მთებში, პამირი, ჰიმალაები, ტიან-შანი, ხოლო და არიან ალპებში. ალპებში ამ გვარის ერთი წარმომადგენელია ლეონტოპოდიუმ ალბინუმ. ხოლო მათ შორის ევროპის ალპებსა და აზიის მთებს შორის მდებარე კავკასიაში ეს ფლორის ეს ელემენტი არ არის, მაგრამ ფლორის ეს ელემენტი შედარებით ახალი არის ევროპის ალპებისთვის. მიგრაციული დერეფნები ძლიერ გავლენას ახდენს ფლორის სიმდიდრესა და ენდემიზმზე. ეს მიგრაციული დერეფნები ამდენად მნიშვნელოვანია. როგორი მცენარეები სჭარბობს მაღალმთაში? უნდა ითქვას თავიდანვე, რომ ერთწლიანი მცენარეები დედამიწის მთელი ალპური ფლორის 2%-ზე ნაკლებს შეადგენს. ანუ ერთწლიან მცენარეთა რაოდენობა მაღალმთაში არის ძალიან მცირე. და კიდევ პლუს ამას ის, რომ სიმაღლის მატებასთან ერთად მათი რაოდენობა მცირდება და რაც უფრო მაღალ ხიფსომეტრულ სიმაღლეზე ხვდებით, მით უფრო იშვიათად ხვდებიან ისინი. საშუალოდ ერთწლიანთა მხოლოდ 2-3 სახეობა თუ აღწევს ზომიერი სარტყლის სუბნივალური ზონის ღია ქვაღორღიან ჰაბიტატებს. იქ როგორც მოგიხსენებათ, სუბნივალურ ზონა და ნივალურ ზონაში სწორედ ასეთი ქვაღორღიანი ღია ჰაბიტატებია გაბატონებული და მცენარეული საფარი შეუკრავია, ანუ ძლიერ ჰეტეროგენულია. ისინი ძირითადად ეს ერთწლიანი მცენარეები ძირითადად ორ ოჯახს განეკუთვნება, ეს გახლავთ ბრაზიკაცეების და კარიოფილაცეების ოჯახი.